მამაკაცის სამკაულებში, რომ ძალიან ცირე არჩევანი არის ზოგადად ვერცხლში, ალბათ შეგიმჩნევიათ, როცა საჩუქარს ეძებთ კაცისთვის. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მამაკაცების სამაჯურებიც, ჯვრებიც, ძეწყვებიც, ბეჭდებიც, მაგრამ ყველაში შეიძლება მოკლედ რაღაცის არჩევა, მაგრამ კულონები არის ყველაზე რთული ასარჩევი. იმიტომ რომ თუ რამე კულონი შემოდის, ყველაფერს აქვს თვლები, ყველაფერი არის ბრჭყვიალა, ქართველი კაცებიც არიან უფრო პრეტენზიულები და ყველანაირს არ იკეთებენ და ცალკე გვაქვს ამიტომ ძალიან პატარა დაფა ისეთი, სადაც წესით რომ ნებისმიერი უნდა გაიკეთონ, ისეთი მოდელები ავარჩიეთ და დავწყეთ ერთად. რაღაცები ცალკე დაფაზეც მაქვს ისეთი, რომ ვიღაც გაიკეთებს და ვიღაც არა, მაგრამ ახლა რასაც გაჩვენებთ, მე მგონი ნებისმიერი მამაკაცი გაიკეთებს. არ ვგულისხმობ მუსულმანურ კულონებს, ნახეთ. დაგანახებთ ახლა როგორი მცირეა ეს არჩევანი კაცის კულონების. სულ ესენია. და ისიც ჩათვალეთ, რომ აქედან ნახევარი არის მუსულმანური, რასაც უმრავლესობა ალბათ კაცების არ გაიკეთებს, ხო? ნახეთ. ეს ხმლები მაგალითად პირველი ორი არის ჩვეულებრივი ხმალი, მესამეს უკვე მუსულმანური წარწერა აქვს. მის შემდეგ რომ ორი კულონი მოდის კაფსულაში მაგალითად დევს მუსულმანური ლოცვა, ფირფიტაზეც მუსულმანური ლოცვა არის. ზევით მაგალითად თხელი ფირფიტის შემდეგ ბუდა მამაკაცი რაც ჩანს მოჭიდავია, ხო? სპორტსმენი. ჩვეულებრივი კულონებია, მის შემდეგ ორი ცალი რაც ჩანს. ესენი არის უკვე მუსულმანური ორნამენტებით და ამათშიც დევს მუსულმანური ლოცვები. ესენიც მუსულმანურებია, ეს და ეს. ზოდიაქოს ნიშნები, ბატონო, გაიკეთებს ნებისმიერი. ეს ფორმა მაგალითად ნახეთ, წინ ხო არის ასეთი. ზოდიაქოს რომელიმე ნიშანი. უკანა მხარე აქვს ასე. 12-ვე ნიშნის სიმბოლო აქვს გამოსახული უკანა მხარეს და წინა მხარე არის ასეთი. 28 არის ეს კულონები ზოდიაქოს ნიშნებით. კიდევ რა არის აბა საინტერესო. ხო, ეს გიტარა, ხელთათმანი ხმალი და რაღაცები საინტერესო ფორმებია და პრინციპში ეს ფირფიტებიც მოსწონთ ხოლმე ძალიან. მაგრამ ახლა ველოდებით როგორ კულონს იცით? დაფაზე ვერ გავაჩერე ეს მოდელი, მოვიტან თუ არა ეგრევე ქრება. ახლა იმედია ისეთი რაოდენობით შემოვიტანთ, რომ შემდეგი კვირიდან უნდა გქონდეს ტყვის ფორმა აქვს. ამ ხელა კულონია მამაკაცის სადა ვერცხლის ჩვეულებრივი ნამდვილი ტყვის ფორმის და ზომის და ეხსნება ესე ხრახნით თავი. ზეპირად რომ გიხსნით, როგორ მოგწონთ. მოკლედ გვექნება მალე და შიგნით მაინც მავნე ნივთიერებებს იმედია არ ჩაყრიან, არ გამოიყენებენ ცუდი დანიშნულებით. მაგრამ შეიძლება მაგალითად როგორც ამ მოდელებს მუსულმანური ლოცვა უდევს შიგნით, იმაში ჩაიდოს ჩვეულებრივი მართლმადიდებლური ლოცვა. ასე ფურცელზე დახვეული. უბრალოდ ახლა ტყვის ფორმაში ლოცვის ჩადება არ ვიცი. მაგრამ ძალიან საყვარელი და ესეთი გამორჩეული ორიგინალური მოდელია და შემდეგი კვირიდან ფოტოს აუცილებლად დავდებ. შეიძლება მარტო იმაზეც გადავიღო ვიდეო. მოკლედ თუ აქედან არაფერი მოგეწონებათ, იმ ტყვიაზე მე მგონი უარს ვერავინ ვეტყვით. თავარია მივიღოთ დროულად. ხო, ეს მოდელები ვისაც მოგეწონებათ, მაღაზია გვაქვს ისანში. მეტროს მოპირდაპირე მხარეს ნავთლუღის 6/2 ნომერია ზუსტი მისამართი და შეგვიძლია მისამართებზე მიტანაც, რეგიონებში გაგზავნათ და საზღვარგარეთაც ვაგზავნით. და ამ მოდელებზე ყველაზე თუ ძეწყვი ვთქვათ, მაღალფასიანი იქნება და ვერ შეძლებთ შეძენას, ამ კულონებთან ერთად გვაქვს ტყავის თოკები. სამლარიანი, სხვა ვიდეოში მაქვს ნაჩვენები, ახლა ვერ გადავწყვეტები, შორს მეკიდია. და იმ თოკებზე შეიძლება მშვენივრად ამათ ჩამოკიდება უხდება ამ ფერის და ამ სტილის კულონებს.